პანდემიის პირობებში ჩვეულებრივად ვაგრძელებდით ისე მუშაობას, როგორც მაგალითად ადრე. იმ განსხვავებით, რომ რა თქმა უნდა ისეთი რაოდენობით ტურისტები არ შემოდიოდნენ. ვითარებიდან გამომდინარე, უკვე მარტში იხსნება შეზღუდვები და ჩვეულებრივად უკვე დაიწყებს ფუნქციონირებას ახალციხის ციხე. ეპიდემიამ როგორც დააზარალა მთლიანად ტურისტული სფერო, ასევე შეეხო გიდებსაც, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ იმ რაოდენობით აღარ არიან ტურისტები, რა რაოდენობით და წინა წლებში იყო. მაგრამ არის მუშაობა მაინც არ გავჩერებული ვარ ჩვენ. ტურისტები მოდიან ძირითადად საქართველოს მოქალაქეები და დაახლოებით 2-3 ექსკურსიას მაინც ატარებენ გიდები დღეში. მომავალში ჯერჯერობით ეს თანამშრომლები შენარჩუნდებიან, ვინც ახლა დღესდღეობით მუშაობს და დარწმუნებული ეს აპლიკაცია აუდიო გიდის, რომელიც დღეს აგერ უკვე შევა მუშაობაში, საკმაოდ წაგვადგება.